მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან და მას ესე ვნახოთ. უახლოესი ერთი თვე ნახეთ თვითონ მომიხდა. არკანები, მაშინ დავიწყოთ. საკმაოდ დიდი ხანია გაურკვეველ სივრცეში ხართ. ეს ურთიერთობა არის გაურკვევლობაში. შესაძლებელია ვიღაცასთან 2 წელი, 2 თვე, 2 კვირის ტენდენციაც იყოს. ან 2 რიცხვი, სადაც მოხდა კონფლიქტი. აქ რესურსების გაცვლა არის არასწორი, ანუ დისბალანსი ურთიერთობაში რესურსების გაცვლის, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჩანს უფრო მეძდებთ ამ ურთიერთობაში და იღებთ იმის მეოთხედს, რაც გინდათ რომ მიიღოთ. თასების დედოფალი ამოდიხარ, შესაძლებელია წყლის ნიშნებს მიეკუთვნებოდეთ, თუმცა არ ვანიჭებ ამას უპირატესობას, ემოცია და გრძნობები ძალიან პირველ ადგილზე გყავთ. ნახეთ, პენტაკლების მეფე მოვიდა, შემდგარი, წარმატებული, შესაძლებელია ხელმძღვანელი პირის პოსტიც ჰქონდეს, თუმცა მის ზურგს უკან არის რაღაცა გარკვეული კაპიტალიც და შემდგარი ცხოვრების თვალსაზრისით ძალიან თვით დაჯერებულია. უახლოეს პერიოდში მისი მხრიდან ნაბიჯები გარდაუვალია. ეს შეიძლება იყოს 8 რიცხვი, შეიძლება იყოს საღამოს 8 საათი, 8 დღე და 8 კვირის ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში მისგან რაღაცა გარკვეული ინფორმაცია მოდის. გთავაზობთ რაღაცას ღირებულ სხვათა შორის, თქვენთვის ღირებულს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არ მიიღებთ ამას რატომღაც. ამ ნაბიჯების ელოდება დროს და მომენტს, საჭირო დროს და მომენტს იმისთვის, რომ იმოქმედოს და ნაბიჯი გადმოდგას და ის აუცილებლად უახლოეს პერსპექტივაში გზაც რომ იყოს თქვენ შორის, იმიტომ რომ განვიხილავ აქ არის მაინც გრძელი გზა, აპირებს ამ გზის გამოვლას, შემოკლებას, შევიწროვებას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ ერთმანეთისგან 1000 კილომეტრია თუ 10000 კილომეტრია. კიდევ, მოდი ვნახოთ რას ფიქრობს ახლა თქვენს. ფიქრობს, რომ წარსულში დაბრუნება უნდა. ნოსტალგია აქვს, ძალიან დიდი, უსაზღვრო ნოსტალგია აქვს წარსული ურთიერთობების, რომელიც დღესდღეობით ძალიან მძიმე ტვირთად იქცა მისთვის. სხვათა შორის. კიდევ რას ფიქრობს, რომ თქვენ კარმა ხართ, თქვენ მისი განაჩენი ხართ, მწარე, გამოცდა და განაჩენი. კი ბატონო, უნდა გზის გამოვლა, უნდა თუ თქვენ შორის არის მანძილი. შესაძლებელია ეს მენტალური მანძილიც იყოს, ეს მენტალური მდგომარეობა სიშორ ერთმანეთისგან, ამაში სიშორის შემოკლება უნდა რომ გამოიაროს ეს რაღაცა გარკვეული ეტაპი იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობის აღდგენა, თუმცა ჯერჯერობით ჯერ კიდევ საკუთარ თავთან სერიოზულ ბრძოლებშია. მოდი ვნახოთ გრძნობები, რა გრძნობები აქვს, გრძნობები დამოკიდებულია თქვენზე. ის იმდენად ხართ მიჯაჭვული ერთმანეთზე ენერგეტიკულად განსაკუთრებით სექსუალური ჩაკრებით, რომ წარმოუდგენლად აქ ვნებაა. მეშვექს ენერგია ფარულ ურთიერთობასაც ნიშნავს. იქიდან გამომდინარე შესაძლებელია ის ქორწინებაში იმყოფებოდეს, იმიტომ რომ იმპერატორი მეტნაკლებად დაქორწინებულ პარტნიორს ნიშნავს. გრძნობები შეყვარებულია ნამდვილად, უდაოდ დიდი სიყვარული აქვს და დღემდე აქ ეს დამოკიდებულება თქვენი ენერგეტიკული მიმართულებით. და თქვენ ხართ ეს ურთიერთობა საქანელაა, ნახეთ, პირველი კონფლიქტი არ არის და არც ბოლო არ იქნება. აქ არის ტალღები, შერიგდებით და ეს სისტემატურად გრძელდება. საქანელა, ურთიერთობა საქანელა ესავე ეძახი ამ ესეთ ურთიერთობებს, თუმცა გეტყვით იმას, რომ აქ უდაოდ პარტნიორს თქვენს მიმართ გრძნობები აქვს. კარგით. გეგმა რა აქვს უახლოეს პერსპექტივაში? გეგმა რა აქვს? თქვენი მოთვენიერება უნდა. გეგმა ის აქვს, რომ манипуляციებით, ნებისმიერ ტყუილებით და манипуляციებით მოვიდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის, ძალიან გულწრფელი ემოციებით მოვიდეს, პატარა ბავშვით, ლაღი, აი რაღაცა ძალიან თავისუფალი ენერგიის თვალსაზრისით, ყოველგვარი დაბრკოლებების, ყოველგვარი ნეგატიური ენერგიების, ყოველგვარი რაზბორკების, გარკვევების, ურთიერთობის კონფლიქტის გარეშე. ძალიან გულწრფელი ემოციებით მოდის, მაგრამ არ იცის როგორ მოგიახლოვდეთ, იმიტომ რომ თქვენ ჩაკეტილი სივრცე გაქვთ. შესაძლებელია დაბლოკილი ყავდეთ ერთმანეთი, თუმცა აუცილებლად გეგმავს უახლოეს პერიოდში ნაბიჯების გადმოდგმას. რა რეალური ნაბიჯები გექნება? მოდი ვნახოთ. ნახეთ, ციკლი დახურულია. ნამდვილად ციკლი დახურულია. კი ბატონო, ეს გატრიალება არ იყოს ამუდამო წასვლა ურთიერთობებიდან, ძალიან ბევრს ფიქრობს, რომ გადმოდგას ნაბიჯის აუცილებლად. არჩევანის წინაშეა ეხლაც და რეალურად ამ არჩევანს გააკეთებს. წონის რაღაცეებს გარკვეული პერიოდი ჭირდება ამისთვის, რომ აწონდა წონოს და მიიღოს გულწრფელად, ესე ვიტყოდი, საღგონებაზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა და ეს გულწრფელი იქნება ეს გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ცოტა არ იყოს და ნანობს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ სხვა მხარეს არის წასული, სადაც ვერ მიიღო ის რესურსი, რაც მას თქვენთან ჰქონდა. იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ
იქ უფრო მეც შესთავაზებდნენ თუ იმუშავებდა, იქ უფრო მეც მისცემდნენ, ვიდრე მას ქონდა თქვენთან, თუმცა ვერ გაგიშვათ ვერც მენტალურად. ნახეთ, ყველგან თქვენ ხართ თავში, გოლებაში, გულში და ჟმოტის არკანში ამოდის. ეს არის ძალიან ეგოისტი ადამიანი, ეს არის მესაკუთრე, მას ეს ურთიერთობა თუ მისია და ეს პარტნიორი მისია წარმოუდგენლად მიაჩნია ის, რომ ან თქვენ სხვაგან წახვიდეთ, ან სხვა პარტნიორი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი ეგოიზმი აქ ფარული ურთიერთობები არაც გაბრკოლებთ ერთგვარად, თუმცა მზად არის ამ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მისცეს და ეს ურთიერთობა თავიდან დაიბადოს მზე ნიშნავს ხელახლა დაბადებას, ენერგიების მოზღობას, იმიტომ რომ თქვენ ხართ ნაკლების დედოფალი, არაჩვეულებრივად ვიტყოდი ძალიან სექსუალური, არაჩვეულებრივი ქალბატონები, განათლებული, შემდგარი, რომელიც საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონია და არ კარნახობს არავინ როგორ უნდა მოიქცეს. ნახეთ, საკმაოდ ძლიერი ქალი სამპულაში ამოდიხართ და მას ეს ძალიან კარგად ესმის. თვითონაც დასების მეფედ გვიახლა, შესაძლებელია წყლის ნიშნები იყოს, თუმცა არც მაგას არ ვაკონია ვანიჭებ უპირატესობას ძალიან უყვარს ფლირტი, კომუნიკაციები, ურთიერთობები და ასე შემდეგ. კარგი ორატორია. ჩამოკიდებული სცენარი, კი ბატონო, შესაძლებელია ეს პარტნიორი ორ ფრონტზე მოკალათებას, ორ სკამზე მოკალათებას, ორ ფრონტზე ბრძოლას ირჩევს. უახლოეს პერსპექტივაში უდაოდ მოდის რაღაცა შემოთავაზება მისი მხრიდან, რაც მოიტანს ტრანსფორმაციას. სასიკეთო თვალსაზრისით, აი აქ უკვე თქვენ აღმოჩნდებით არჩევანის წინაშე უახლოეს პერიოდში, მიიღოთ თუ არ მიიღოთ ეს პარტნიორი და გერგერთ თუ არა ეს ურთიერთობა კიდევ განახლებად ან გაგრძელებად. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე. წარმატებებს გისურვებთ.